მე არ მინდა ზოგადად რომ ვიღაცისგან გამოვირჩიოდე, უბრალოდ მინდა რომ იცოდეს ხალხმა რომ მეც ვარ ადამიანი და მეც მოქვს ჩემი შინაგანი წუხილი და მე თუ რაღაცას მაგალითად არ ვამბობ, არ ვაჩვენ, ეს არნიშნავს რომ მე არ მაინტერესებდა გულგრილობ ყველაფერთან. არა, მეც მინდა უბრალოდ ისეთი სრულყოფილი ცხოვრება მქონდეს, როგორც აქვს სხვას. და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რაღაც შემიძლია მე თუ არა. ეს უმეტესად არის დამოკიდებული ხალხის დამოკიდებულებაზე ჩემს მიმართ და ისრების მიმართ, ვისაც შესაძლებელი უნარები აქვს. ჩემი სახელია ლუკა ვირგავა, ვარ 23 წლის, წარმოშობით ბათუმიდან. წიგნს წერ. დიახ, წიგნს წერ, ეს არის dark fantasy, ასეთი ჟანრი ავირჩიე და dark fantasy და ფსიქოლოგია ჰორორი. მალე დავასრულებ წიგნს, მივდივარ ფინალისკენ, ასე ვთქვათ და ჩემი ოცნება არის ის, რომ ეს წიგნი ბოლოს გამოვცე და რა ვიცი, ხალხმა დაინახოს, რომ მე რაღაც ტალანტი მაქვს. შემიძლია დავტოვო რეალობა და შეგრძნება მიჩნდება, რომ შემიძლია რაღაც გავაკეთო და შევცვალო რეალობა და ჩემი თვალკონტროლი ის, რაც რა ვიცი, რეალობაში მაგალითად არ შემიძლია. ჩემი პირველი წიგნი იყო წაკითხული, ეს იყო ჰარი პოტერი. და რა ვიცი, ძალიან შემიყვარდა მაგის მე მეკითხა და იმდენი წიგნი მაქვს ნაყიდი, რა ვიცი, ვკითხულობ და ერთხელ გადავწყვიტე, რატომაც არ დავწერო ჩემით. და ასეც მოხდა. ჩემი საერთაშორისო გამოწვევა ის არის, რომ არ უნდა რეალობას შეხვდეს პირისპირ. ის კიდევ ცხოვრობს თავის აზრებში, თავის მოგონებებში, ოცნებებში, რომ რაღაც ნამდვილად არსებობს ესეთი რაც სხვა ვერ ხედავს და მოკლედ ხდება ამ ყველაფერს რეალობას ხდება ბოლოს და ბოლოს და მიხდება, რომ ეს არ არის ისეთი კარგი, როგორც თვითონ ფიქრობდა, მაგრამ რადგანაც მაინც აგრძელებს თავისი მიღწევას. ამ წიგნი იქნება ჩემი თავის გამოხატვა, ასე ვთქვათ. ის, რაც მე მაწუხებს, ის, რაც ეხება ზოგადად სამყაროს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უწერ პირდაპირ, მაგრამ თუ ვინც აზრენად წაიკითხავს, ის მიხდება, რადგან ეს ყველაფერი. ცხოვრება არ არის ისეთი ადვილი და ისეთი, როგორც ჩვენ წარმოდგენებშია. ეს შეიძლება იყოს პრობლემები, შეიძლება იყოს, რა ვიცი, რთული ურთიერთობები შენს და შეიძლება ოჯახთან და ჩემი თავარი სათქმელი ის იქნებოდა, რომ აროს არ უნდა დანებდე, რომ რაც არ უნდა იყოს, შენ გყავს შენი თავი და შენი შესაძლებლობების უნდა გჯეროდეს. ყველაზე მეტად ჩემი ოცნება ხარ, რა თქმა უნდა, არის ჩემი ცხოვრება რომ მქონდეს დამოკიდებული და სრულყოფილი. მაგრამ ამავდროულად ვოცნობა კიდე იმაზე, რომ ხალხი იყოს უფრო თბილი ერთმანეთის მიმართ. რა ვიცი, მე შემიძლია ყველა ადამიანი მივიღო და გავესაუბრო და რა ვიცი, ეს პრობლემა ახლა არ მაქვს. ადრე კი მქონდა სიმართლე ვთქვა. დაიბადე, თუ საერთოდ ესეც ხალხის ბრალია. რადგან მე ჩემ თავს ვეგრძნობდი ისეთი, როგორც ყველა არის. და დღემდე მაქვს ჩამოყალიბებული ის, რომ მე რაღაც მიჩეს და მე არ ვარ ისეთი, როგორც არის ყველა. და ჩემი, ასე ვთქვათ, საოცნებო დღე იქნებოდა, როდესაც დავინახავდი, რომ ხალხი ერთმანეთის მიმართ არის თბილი და არ არის ეს, რა ვიცი, ერთმანეთში შეჯიბრი და რაღაცა. ფიზიკური ისინი და ეს რაღაც მატერიული, ასე ვთქვათ, უკვე არაფერს ძალიან არ ნიშნავს. ჩემთვის მთავარი ახლა არის ეს წამალი და რომ ჩემი საკუთარი იმედებიც მაქვს, ჩემი საკუთარი ოცნება, რაც პირადად მე მინდა გავაკეთო და ჩემი პრიორიტეტი ცხოვრების ზოგადად არის ეს, რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტები და წიგნის გამოცემა, რადგან ეს წიგნის გამოცემა პირადად მე ჩემ თავს მაგზნობიებს სრულყოფილად. ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ეს წიგნი დამეწერა რა, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ მაგალითად რაღაც გავხდე ცნობილი მწერალი რაღაცა, მის იმედი არც მქონდა. ახლა კი გამიჩნდა, რადგან რომ მე წერ და ვხვდები, რომ ზოგიერთ ჩემ თავს უსმენკითხავს, ეს მაგალითად მე დავწერე, რა ვიცი, გასაკვირიც არის, მაგრამ დავწერე და ჩემი გაკეთებულია ეს ყველაფერი და მინდა რომ ხალხი იცოდეს ეს, რომ მე შემიძლია მის გაკეთება. ჩემს მერე მინდა დავტოვო რაღაც მაინც და წიგნი მე როგორც ხედავ, ძალიან კარგი საშუალება არის იმისთვის, რომ შენ თავის მე რაღაც აწერო, შენ რაც გინდა თქვა იმას იტყვი და რა ვიცი, გავაწლები საუკუნეები ვიღაც წაიკითხავს და მე ხდება, რომ ამან თუ შეძლო და ეს დაწერა იქნება მეც იგივეს ვიზამ.